როგორ ფიქრობ? მე ვფიქრობ, რომ აი ეხა თვითონ ამათ საქციელს რო ვაკვირდები, აი მე ცოტა პატარა ჩემს შეხებას ვიტყვი მათთან ურთიერთობაში როგორ იყო, მე რო იქ ვიჯექი და მე რო ჯაღმაიძე ხელი ჩემეხო და შემდეგ მეუფეებმა ამაზე თვალი დახუჭეს და გარეთ რო გამოვედი, ეს მე იქვე ვთქვი და ამის შემდეგ თურმე კომისია მოიწვიეს უცებ და გადაწყვიტეს კომისიაზე რომ შემიჩერეს მღვდელმსახურება. აი ვინც არის იცის რო უთხრა. ხო, აი ხა აუხსნი, იმიტომ რომ საერთოდ ჯაღმაიძე შიგნით რო ვიყავი მე, როცა გასაუბრებაზე დამირეკა ბოტკოველმა და შიგნით ვიყავი და ამ საუბარში როცა მეუფე თეოდორე, მეუფე შიო, ბოტკოველი და ჯაღმაიძე. ჯაღმაიძე არ იყო იქ შიგნით ამ დროს ამ საუბარში და ესეთი საუბრის დროს მე რომ შიო მკითხა მეუფემ რომ ან მოინანიე და გადიო, მე ვთხარი ეგრე არ არის, რა მოინანიე და გადიო, ხომ და აუხსნა მეთქი მე რატო გიწოდეთ ეგზარქოსი და მოგდეთ მე ამისთვის ვიბრძოლე ეს რომ მეთქვა, იმდენად არ უნდოდა რომ მე მისთვის კითხვები დამესვა, იმიტომ რომ იცოდა რომ ისეთ კითხვებს დაусმევდი რომ პასუხს ვერ გამცემდა და მე რომ კითხვები დაუსვი, აი მაგალითად მე ვთხარი სიტყვა არ გამიგია თქო რომ ნაცემ ახალგაზრდებზე სიტყვა თქვით, სიტყვა არ გამიგია სვეტიცხოვლის ამბიონიდან ლოცავთ და აკურთხებთ და მაღალ ღირს უწოდებთ იმ ხელისუფლებას, რომელი ხელისუფლებაც ესე სასტიკად ექცევა ერს და ის ადგახართ საქართველოს მხარეს ერთი სიტყვა არ გამიგია მეუფეშიოს უთხარი და ეს როცა მეუფეს ესეთი კითხვები დაუსვი და ამ დროს იყო რომ ჯაღმაიძე შემოვარდა თავზე დამადგა ვითომ ყვირილით ამით იმით და გადიდა რაღაცა და ესე დროს ამათმა შენი გაჩუმდნენ მეუფეების გაჩუმდნენ მე წამოვდექ მე ვთხარ როგორ მიბედავ ესე საუბარს მეთქი და ესე დროს რო წამოვდექი და მოვტრიალდი ზურგზე ხელი დამარტყეს პროვოკაცია იყო, იმიტომ რომ მას უნდა მე რო ხელი შემებრუნებინა, მე დარწმუნებული ვარ ის გადაღებული ექნებათ იქ, იმიტომ რომ მე რო შევედი კითხვა დაუსვი, იღებთ მეთქი ამას მეუფეს ვკითხე რომ თუ ჩაწერა არის, მეთქი მე ტელეფონი ამოვიღე, ჩავწერ მეთქი და არაო, არაფერს არ ვიღებთო და ნუ კარგი მეთქი და მაგიტომ არ ჩამიწერია, მაგრამ ეხლა ჯაღმაიძეს ის რო ჩაწერილი ექნება, ორი აზრი არ არსებობს და იქ რომ შემეხო, მე რომ მას შევხებოდი, შემდეგ ისე კარგად გააკეთებდნენ ამ კადრებს და ისე კარგად დაამონტაჟებდნენ, რომ გამოჩნდებოდა იქ რომ მე შევეხე მას ხელით. და გამოსვლის წინ მეუფეებსაც უთხარი, რომ ხო ხედავთ მეთქი რომ ხელით შემეხო, ნუ ეხა ისინი ხო ჯაღმაიძეს იცავენ მოძალადეს და თვითონაც მოძალადეები არიან, მოძალადეს რო იცავ, მოძალადე ხარ. ხო და ესე დროს რომ გამოვედი, გარეთ ვთქვი მე იმ წამსვე იქ ჟურნალისტებთან და ესე ხელით შემეხო მეთქი და ამის შემდეგ იყო რომ უცებ შეიკრიბა თურმე კომისია და კომისიამ გადაწყვიტა რომ ჩემთვის შეეჩერებინათ მღვდელმსახურება და პატრიარქის ხელმოწერით. ეს პატრიარქმა მოაწერა ხელი თუ არ მოაწერა მე არ ვიცი რატო იცით, იმიტომ რომ ესენი იმდენად დიდყუილებს ამბობენ რომ მე მჯერა რომ ბოტკოველსაც რო კონდეს ბეჭედი და ბოტკოველი რო აკეთებს და ესენი რო აკეთებდნენ და პატრიარქის ბეჭედით ესე სვამდნენ ამ ბეჭედის და ამბობდნენ რომ პატრიარქმა ბრძანა ესეო მჯერა, იმიტომ რომ იტყუებიან და თან მე უთხარი არანაირი კანონიკა არსებობს, საერთოდ რაღაცა კანონიკა წესი რჯული ხო არსებობს. კომისიის წევრები როცა იყვნენ და როცა მეუფე შიო ხო, ჩემი ბრალმდებელი იყო, იმიტომ რომ მე უწოდე მას ეგზარქოს, კომისიის წევრი არ უნდა ყოფილიყო. ხოდა ნუ ესე გააკეთეთ ჩემს მიმართებაში. ესე მოიწვიეს. ეხლა მამადოროთეს მიმართებაში. მამადოროთეს მიმართებაში საინტერესო რა არის ნახეთ. მამადოროთეს ბოტკოველმა მოწერა და უთხრა რომ ესე კომისიაზე ხარო დაბარებული. აი ხა ბოლო ამბავს რამდენიმე დღის წინ, ანუ დღეს უნდა ყოფილიყო 2 საათზე. მამადოროთემ პასუხი არ გასცა, არ მიწერა. უბრალოდ ქადაგებაში თქვა ეხა მამამ თქვა რომ არ მივდივარო, მაგრამ ეს არ არის მაინც იმის საფუძველი რომ შენ 2 საათზე არ ჩაატარო ისა კრება ის მამაომ რო თქვა ოფიციალურად არ მიუმართავს. ეხლა შეიძლება მე რო თქვა რაღაცა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მე შენ რო მოგმართავ წერილობით, მე შენ რო წერილობით მომმართე და მე რო წერილობით მოგმართავ, იქ პასუხობ მე შენ მოვდივარ თუ არ მოვდივარ. მამაოს იქ სიტყვა არ გაუცია, არ მიუწერია, ანუ არ უთქვამს, არც მოვდივარ, არც არ მოვდივარ. ამათმა უცებ გადაწყვიტეს გუშინ საერთოდ გაუგებარია, მე არ ვიცი, მეუფეებიო, ზვიადაძეო, ესე შევიკრიბეთო, ესე გადავწყვეტოდო და თან ამბობენ რომ აი კანონზე მინდა უთხრა რომ საერთოდ როცა კანონით არის რომ ცილის წამების გამო, ეს ცილის წამება რომელი ცილის წამება? ხო უნდა დააკონკრეტო. ანუ როცა მე მეუბნები რომ შენ მე ცილს მწამებ და ამის გამო გასამართლებ, გეკითხებია რომელი ცილის წამება, ხო უნდა ჩამოაყალიბო მითხარი რაღაცა სიტყვა, ხო? ჩემზე თქვი მაგალითად რომ ხარ მოძალადე, ჩემზე თქვი რომ ხარ
რა ვიცი, ქურდი და ასე შემდეგ, რაღაცა ხო არსებობს ფორმა. ანუ ამისი ის საერთოდ არ ჩანს. მეორე მამადოროთესთან მიმართებაშიც რომ საერთოდ ესენი თვითონ ვინც დაინტერესებული პირია და ვინც მამადოროთეს მიმართება მამაოს ეუბნება რომ ჩვენს ცილს გვწამებთ, ისინი კომისიის წევრები არ უნდა ყოფილიყვნენ. ეს როგორ ამეს გავზიცე სასამართლოზე პროკურორი, ყველაფერი ესენი არიან. ესენი ღებულობენ გადაწყვეტილებას. ანუ რატომ გადაწყვეტეს თქვენი აზრით გასაგებია რომ საპატრიარქოში სრული კონტროლი აქვს ოცნებას. ეს ძალიან თვალნათლივ ჩანს საპატრიარქოზე რომ აქვს სრული კონტროლი. თქვენ როგორ ფიქრობთ მამა დოროთესთვის მღვდელმსახურების უფლების შეჩერება ეს უკავშირდებოდა მის Facebook სტატუსს როგორც თვითონ მამა დოროთე ფიქრობს თუ მის აი ამ გადაწყვეტილებას რომელიც მან ტროტუარზე დგომის გამო რომ უნდა დაგვიჭირონ ამ ცვლილების მერე გამოუცხადა და ხალხს რომ მოდით და მაშინ მე აქ დავიწყე პარაკლისის ჩატარებას და პარაკლისის გამო ხო ვერ დაგვიჭერენ. ანუ რაზე იყო ეს რეაქცია? ერთიც და მეორეც. საერთოდ მამა დოროთე აწუხებს ახლა ხელისუფლებას, იმიტომ რომ მამა დოროთეს იმდენად დიდი სახელი აქვს ერშიც უყვართ, აფასებენ თან ყველა მიცის აი რუსთაველზე რო ვართ, ხო რუსთაველზეც განა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. აი ყველას უყვარს მამაო და ყველა გრძნობს იმას რომ მამაო ვიღაც ერთის არ არის. მამაო არის მთლიანად საქართველოსი და ქართველი ერი უყვარს და უნდა რომ ნამდვილად ჩვენი ერი გადარჩეს და რუსეთს არ ჩაბარდეს და ამას რო ხედავენ ახლა ხელისუფლება ამას რო ხედავს, რა თქმა უნდა ეს ბერკეტი ის რომ შეეჩერებინათ მამაოსთვის მღვდელმსახურება დაავალა მეუფეშიოს და ჯაღმაიძეს. სხვათა შორის ჯაღმაიძე წყვეტს იქ ძალიან ბევრ ამეს. აი იქაც როგორ იყო იცი რომ თქვი რომ ჯაღმაიძე შემოვიდა და ჩემსა და მეუფეებს შორის საუბარი შეწყვიტა. ჯაღმაიძემ გადაწყვიტა შეწყდესო საუბარი. ყვირილი ჩემოვარდა. ანუ მეუფეშიოც კი შეშინებული ყავს როგორც ჩანს ჯაღმაიძეს და თეოდორი და ყველა, იმიტომ რომ რო შემოვიდა ახლა მეუფეს ხო გაჩერდი შემიგეკითხება მე საუბრობ ჯერ. კაი მე თუ მაჩვენებ და ჯაღმაიძე მაჩვენებს, მაგრამ მეუფეს როგორ აჩვენებს? ანუ თვით მეუფესაც მართავს. და ამ ეს კაცი რომ ვიღაცებისგან იმართება ხელისუფლებიდან აქ ორი აზრი არ არსებობს. ახლა ჯაღმაიძე საერთოდ მოძალადე და საშიში კაცი. ანუ ხელისუფლების დირექტივა იყო რომ თქვენთვის მამა დოროთესთვის ახლა უკვე შეეჩერებინათ. აი მე ის ლაშქარავას ამბავშიც როა გარეული და რამდენ რაღაცებშია ეს ადამიანი გარეული. მე ეხა რაღაც რომ მოვისმინო, აი პირადად მე როგორც მომექცა და მე როგორც დავინახე, რომ კაცმა აშკარად ხელი ჩემეხო. და კაცი ამაზე რომ საერთოდ დუმს და სიტყვას არ ამბობს. მე იქ ისე მოიტყუეს ჩემთანაც, რომ ვითომ კომისიაზე ილია მაინც არ შეიცვლი და ვაზრს. შენ რა იცი მე შევიცვლი თუ არ შევიცვლი? ჩემ ფიქრებით შენ რატომ უნდა გადაწყვიტო კომისია? კომისიაზე როცა მე მიბარებ, აუცილებლად მე უნდა მივიდე კომისიაზე. დამათმა კომისია გამოაცხადეს და მე არ დამიბარეს. ეხლა მამა დოროთეს შემთხვევაში რა მოხდა? ნახეთ კიდევ მამა დოროთეს შემთხვევაში გუშინ გააკეთეს ეს თან პატრიარქი გარიეს, უნდათ რომ პატრიარქი, მაგრამ აი ერთ ადამიანსაც კი გუში რომ სოციალური ქსელი იმდენი რაღაც თანადგომის იწერებოდა მამაოს მიმართებაში, აი არავის არ უხსენებია პატრიარქი. აი დატოვეს დღემდე პატრიარქის ხელმოწერით, რომ პატრიარქმა მამაოს შეუჩერა. თვითონ თავიანთი ის სხვა შორის წეგან მამა დოროთე საუბრობდა ამაზე, ანუ აქ იყო თქვენი აზრით ჩანაფიქრი, რომ საპროტესტო განწყობები რაც შეიძლება ბევრი დაფიქსირებული იყო პატრიარქის წინააღმდეგ და ამისთვის იყო გამოყენებული მისი ფაქსიმილე. თქვენ იცით პატრიარქის პოზიცია ამ თქვენს აქტიურობასთან დაკავშირებით? მე პატრიარქის პოზიცია ვიცი ის, რომ პატრიარქმა ბრძანა და თქვა, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე უნდა იდგეს და ამ გზას არავინ ხელი არ უნდა შეუშალოს. ჩემთვის პატრიარქის ეს განცხადება არის უკვე ჩემი გზა. პატრიარქმა მე მაკურთხა უკვე ამ გზაზე და ესენი ამ გზით რო არ მიდიან. ესენია რომ სხვა გზით მიდიან, თორე ჩვენ პატრიარქის კურთხევის გზით მივდივარ და სხვათა შორის პატრიარქთან როგორ იმაშვებიან ესენი ერთი კიდე მინდა ერთი ამბავი აი 1 დეკემბერს იყო BBC-მ გამოაცხადა მთელი ეს ამბები, ხო? რომ ესეთი საგამოძიებო 2 დეკემბერს მეორე დღეს პატრიარქის გვერდზე იდება პატრიარქის სახელით, რომ პატრიარქმა ვეფხვის ყავსნის რაღაც ახალი გამოცემა გამოვიდა და ამ გამოცემაზე საუბრობს. აი ხა როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ პატრიარქი, აი მე ვერ დავიჯერებ რომ პატრიარქს ცოდნოდა რომ BBC და მთელი მსოფლიო საუბრობდა რომ საქართველოში ხალხი მოიწამდა, ხალხი ესეთ
ძიმე დღეშია ბავშვები, დედები ტიროდნენ, ბავშვები მოგვიწამლესო და ესე დროს გამოდის მეორე დღეს პატრიარქი და ვეფხისტყაოსნის გამოცემაზე იტყო და ანუ სიტყვას. ფიქრობთ რომ ესეც საგანგებოდი აი იყო ესეც საგანგებოა, იმიტომ რომ ესენი ხო დადუმებული არიან თვითონ ამ პროტესტის მიმართ. და აი პატრიარქიც როგორ გარიესო, პატრიარქიც აი პატრიარქსაც არ აინტერესებს ეს და და არასდროს არ იყო პატრიარქი ყოველთვის ერეოდა ჩვენ ერში რაღაც მძიმე ამბები რო ხდებოდა, მაგრამ აი ესენი პატრიარქის მხარეს არ არიან. ეხლა როგორ გრძელდება?